რუსთავის ბაგაბაღებში ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია დაინერგა. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას რუსთავის სპორტის სასახლე უმასპინძლა. პროგრამის ფარგლებში ჰუმანური პედაგოგიკის კურსი ბაგაბაღების 700-მდე თანამშრომელმა გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. საქართველოში ერთადერთმა მუნიციპალიტეტმა რუსთავმა შევძელით შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად გაგვეხორციელებია უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდების დანერგვა სააღმრთელო დაწესებულებებში. 600-ზე მეტი ბაგაბაღების თანამშრომელი გადამზადდა ამ მიმართულებით. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი არსით, რომ ჩვენმა აღმზრდელებმა და სააღმრთელო პროცესში დასაქმებულმა ადამიანებმა, დაახლოებით 600-მა ადამიანმა და მათ შორის მენეჯმენტიც შედის, რა საკვირველია, სწორედ ამ პროგრამით იხელმძღვანელეს ამდენი თვის განმავლობაში. მიიღეს სახელმძღვანელოებიც, რომელსაც გამოიყენებენ შემდგომი მუშაობის პროცესში. ეს კურსი ეწოდებოდა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებს და აღმზრდელებს. ჩვენ რაც შეგვეძლო მივეცით მათ ჰუმანური პედაგოგიკის არსი, მეთოდები, გზები და ყველაფერი და თავარი აქ იყო ის, რომ მასწავლებელი მოგვიმართა სიყვარულით ბავშვის მიმართ. სულიერი და სიყვარულით მიდგომა.